გიგი უგულოვას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დეტალებით ხათუნა ხვედელიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ხათუნა, როგორია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება და რას ამბობენ პროკურატურაში? გიგი უგულოვას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, თუმცა მან საგამოძიებო უწყება სულ რამდენიმე წამის წინ დატოვა. თუმცა მანამდე თუ რას ამბობს თავად გიგი უგულოვა, რა განცხადებას აკეთებს, მე მოგიყვებით იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის გამოთაც დღეს გიგი უგულოვას უკვე მესამე ბრალდება წარედგინა. საქმე უკავშირდება კომპანია City Park-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, თბილისის მერიამ კომპანიას მიანიჭა ექსკლუზიური შეღავათები და ამ შეღავათებში იგულისხმებოდა ის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებიდან შესული პროცენტების მიხედვით, რომელიც უნდა გადანაწილებულიყო 40% უნდა ჩარიცხულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 60%, ამ შეღავათების მიხედვით, რომელიც გიგი უგულოვამ და კერძოდ თბილისის მერიამ გააფორმა კომპანია City Park-თან, ჯარიმებიდან შესული თანხის 40% პირდაპირ მიდიოდა კომპანია City Park-ის ანგარიშზე. სწორედ ეს საქმე გახდა დღეს გიგი უგულოვასთვის ახალი ბრალის წარდგენის მოტივი, თუმცა მან როგორც გითხარით დატოვა უკვე საგამოძიებო უწყება და ჯერჯერობით უცნობია რას მოითხოვს პროკურატურა, ანუ მოითხოვს თუ არა გიგი უგულოვასთვის აი ეს სახით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. გიორგი უგულოვამ შეწუხა City Park-ის სასარგებლოდ 2009 წლის 11 ფებრუარს გამოცემული ბრძანების დანარჩი. განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზეც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი თანხა 40% ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა გადაირიცხა შპს City Park-ის ანგარიშზე. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ბრალდება, რომელზედაც დღეს მას ესაუბრებოდნენ საგამოძიებო უწყებაში, არის აბსურდული, რადგანაც მას ამ საქმესთან შეხება საერთოდ არ ქონია, ასევე და ეს არის პოლიტიკური მოტივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. გიგი უგულოვამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა დარღვეული მორატორიუმის შესახებაც, ასევე მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ არ გადასცემიათ საქმის მასალები და გამოძიება ცდილობს, რომ გიგი უგულოვა ამ შემთხვევაში აუკრძალოს ქვეყნის დატოვება. გარდა ამისა, გიგი უგულოვამ გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეში მთავარი მოწმე არის კობა ბექაური, მისთვის გაუგებარია თუ როგორც თავად ამბობს, თუ რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ბექაურს. გიგი უგულოვამ ასევე განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული ბრალდება და ეს ბრალდება სასამართლოში გაქარწყლდება. ასევე განმარტებები გააკეთა გიგი უგულოვას მოადგილებმაც, რომელმაც უშუალოდ ისაუბრა კომპანია City Park-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, როგორც ირაკლი აბესაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, ეს ხელშეკრულება უშუალოდ გიგი უგულოვას არ გაუფორმებია, ამაზე მუშაობდა მერიის რამდენიმე სამსახური და საბოლოოდ სამართლებრივი ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტროში გაიარა. ამ ბრალდებას ჰქვია მომაკვდავი, პოლიტიკურად მომაკვდავი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას ვამბობ სრულიად გადაუჭარბებლად. ამის გამო დაარღვიეს მორატორიუმიც და მეორე არგუმენტი, რასაც გააფთრებული ეხლა ცდილობდა და ეხლაც ცდილობს გამოძიება, რომ რამენაერად მიაღწიონ იმას, რომ მე არ მქონდეს ქვეყნის დატოვების საშუალება. ბრძანება, რომლის გამოთაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ბრალიც აუყენა თბილისის მერს გიორგი უგულოვას, მომზადებულია თბილისის მერის რამოდენიმე სამსახურის მიერ და შემდგომ საბოლოო სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. შესაბამისად შეუძლებელია თბილისის მერს წაუყენო ბრალი სამართლებრივი დოკუმენტის კანონშეუსაბამოდ გამოცემასთან, მაშინ როდესაც მასზე სამართლებრივი საბოლოო დასკვნა გაცემული აქვს იუსტიციის სამინისტროში. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქმე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, გიგი უგულოვას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, თუმცა დაკავებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის დროში, თუ როდის მოითხოვს მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას. შესაბამისად ჩვენ ველოდებით რა განცხადებას გააკეთებს პროკურატურა და რაც შეეხება თავად კომპანია City Park-ს განმარტებების და განცხადებების გაკეთებისგან კომპანიაშიც ამ ეტაპზე თავს იკავებენ. Adlob Khatuna, Peter Bertesh Khatuna ხვედელიძე საუბრობდა ეს